ჩემი უსაყვარლესი განსხვავებული ჩაშუშული. 5 პომიდორი, კაფას გააჩნია რა, 4-5 ბადრიჯანი. ხმელი სუნელი, ნიორი, მარილი, ზეთი. ესე იგი, ავიღოთ ბადრიჯანი, დავჭერთ აი ესეთ მუშტის ხელა პორციებზე და გავჭეროთ აი ესე. მიგახლებით ნახევრამდე ჩავიდეთ, რომ ცოტა იხსნებოდეს ეს. ბოლომდე ავჭერით, უბრალოდ რომ იხსნებოდეს. შუაზე. ავიღოთ მარილი და კარგად მოვაყავოთ შიგნით. გადავხსნათ. ეხლა კარგად გავაცხელოთ ტაფა. ზეთი. ყუნწებით ტაბლა. ფაზლი ავაწყოთ. ზუსტად მთელი ტაფა გაივსო. და გავით. საშუალო ცეცხლზე და ვაფარებთ ხუთს. 4 წუთში ერთხელ შევამოწმოთ, თუ ქვემოდან დაიბრაცა, მერე გადმოვაბრუნოთ. ნიორი. ხანდახან ხდება ისე, რომ პომიდორი არ არის საკმაოდ წვნიანი, ამიტომ შეგვიძლია ჩავამატოთ ონქანის წყალი. ბევრი არ გვინდა. მე ცოტა მარილსაც დავამატე. უკვე შეგვიძლია ჩვენი ხმელი სუნელიც მოვახმაროთ. ჯამურად უნდა დაახლოებით 20 წუთი, 20-დან 30 წუთამდე გააჩნია პომიდორს ბადრიჯანს. ყოველ 5-6 წუთში ამოვაბრუნოთ, რომ არ დაიწვას. და ველოდებით. გზად არის. შეგიძლიათ მოაყაროთ ნებისმიერი მწვანენი, მე ხო პიტნა აღმოვაჩინე და ძალიან უხდება. ჩვენი უგემრიელი სიკერძი მზად არის.